ამჟამად ჩვენ ვიყოფებით ქალაქ რუსთავში, რომელიც 30 წლის წინ ითვლებოდა საქართველოს ინდუსტრიულ ცენტრად. დღეისთვის რუსთავის საწარმოო სიმძლავრეები ამითარებენ ძველის დაახლოებით 30%-ს. შესაბამისად, ნიშა, რასაც ქვია ინდუსტრიული ცენტრი, რა თქმა უნდა, აღარ აქვს დაკავებული. ახალი ნიშა, რაც შეიძლება დაიკავოს რუსთავმა, ეს გახლავთ ინოვაციების ნიშა. საუბარი არის როგორც მართლობითი ინოვაციებზე, ასევე ტექნოლოგიური ინოვაციებზე, რაც შეიძლება ქალაქში განვითარდეს. როდესაც საუბრობთ მართლობითი ინოვაციებზე, აქ საუბარი არის ისეთი მართლობითი ფორმების დაფუძნება ქალაქში, როცა მოსახლეობას ექნება მეტი საშუალება ჩაერთოს ქალაქის ბიუჯეტირების პროცესში, ქალაქის მართვის პროცესში და მონიტორინგის პროცესში. ეს ნიშნავს ეფექტურ მმართველობას, ხოლო ეფექტური მმართველობა ასევე პირდაპირ დაკავშირებული ეკონომიკურ განვითარებასთან. ასევე საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ რუსთავი განვითარდეს როგორც ტექნოლოგიური ინოვაციების ქალაქი. აქ არსებობს ის ადამიანური რესურსიც, რომლის გამოყენებაც ამისთვის შესაძლებელია. მაინტერესებს იმ პოლიტიკური პარტიებისგან და პირებისგან მოვისმინო, თუ რას ფიქრობენ ისინი აი რუსთავის ინოვაციურ ქალაქად გადაქცევისთვის, რის გაკეთებას ფიქრობენ სამომავლოდ.